მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. და რაც შეეხება ბაჩო არის ცაში. თვითნავშია, ხო? ბერლინანეზე მიფრინავს. კი ბატონო. და იქიდან ხვალ უკვე ჩართება წარმოდება. ეხა გზაშია, ხვალიდან ჩაგვერთვება. მოგვახსენებს გერმანიაში რა ხდება, კინოს მიმართულებით, პოლიტიკის მიმართულებით, სოციალური საკითხების მიმართულებით, ჩაერთვება ქაურობას დაკომენტარებაში. ჩვენ დავწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი ამბით. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ჩემი ეს არის, რომ ცნობილია პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი ნაცების რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა. თია იქნება წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, შარავანაშვილი, თენგიზი, ალუდა გურუშაური, პატასალია, სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია. მოკლედ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი დღეს და აი ნახავთ, როცა დაიწყებს განხილვას, სტომების ჩატარებას, დაბარებას სტომებზე, მოწმეების და მასალების განხილვას, ეს კომისია ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. ეს იქნება მისი ყოველი სტომა, ალბათ იქნება კარგად დავიწყებული ძველის ტკივნეული გახსენება. ეს არის აუცილებელი, ეს მეხსიერება აუცილებლად აღსადგენია და ეს ყველა უნდა ნახოს იმ ადამიანებმა, რომლებსაც დაავიწყდათ, რომლებსაც არ შეჯეროდათ, არიან კიდე ეგეთები, ან თუნდაც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ლიბერდებილებმაც უნდა ნახოს. ვინმე თუ იფიქრებს, რომ ეს ჯერ ერთი წარსულში იკექვა და ისევ იმ 9 წელზე საუბარია, ეს ესე არ არის, იმიტომ რომ ეს დღეს კიდე აწმყოა და თუ ამის სისტემატიზაციას ჩვენ არ მოვახდენთ, ეს ყოველთვის აწმყო იქნება და მეორეც ერთი წარსული როგორ არის, როცა მაგალითად იგივე ევროპული გამოცდილება გვეუბნება, რომ მეხსიერების პოლიტიკის გარეშე ვერ განხორციელდება ვერც სამართალი, ვერც ღირსება, ვერც პოლიტიკა, ვერაფერი. დღესაც კი მეორე მსოფლიო ომის და ჰიტლერიზე, ესე იგი ასე ვთქვათ, რეფლექსია, ჰიტლერზე რეფლექსია არის მთელი ევროპა, ხო? მთლიანად ლიბერალური დემოკრატიაც ეგ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს გვახსენებენ ლიბერალები, ესე იგი საბჭოთა 37 წელს, დღეს გვახსენებენ ლიბერალები, მაგალითად, ჩემ შვილს სრულად ახალ თაობას დღემდე ახსენებენ საბჭოთა გამოცდილებას და ასე შემდეგ. ჩვენ აგერ გვაქვს გამოცდილება, რომელიც 9 წლიანი უახლესი ისტორია, ცოცხალი მეხსიერების ნაწილი იმ რეჟიმის მსხვერპლებიდან დაწყებული უშუალოდ და რომელიც მთელი საქართველოა ასეთი, ყველა მოესწრო და ჩვენ აუცილებლად სახელდება უნდა მოვახდინოთ, როგორც მედიცინაშია, შენ ვერ უმკურნალებ, ვერ ასწორებს ვერცებ დაავადებას თუ დიაგნოზი არ დასვი. შესაბამისად ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს რეჟიმი. დავიწყოთ, ესე იგი ყველაზე კარგი ვიდეოთი, რაც შეიძლება. ჩემი ძმაკაცი, შენი ძმაკაცი, ბატონი აკოპოვია. რომან აკოპოვი. ხო, რომან აკოპოვი, მაგრამ ჩვენ ასე არ ვიცნობთ. რომან აკოპოვი საქართველოს მომავალზე. საქართველოს პიკაჩუ. პიკაჩუ ჩემი ძმა, ნახეთ. აბსოლუტურად წარმოუდგენელია საქართველოს განვითარება, როგორც ქვეყნის ქართული ეკონომიკის, ქართული კულტურის შენარჩუნებაც, მათ შორის თუ არ ვიქნებით დასავლეთზე ორიენტირებული, მათ შორის თუ ევროკავშირის წევრი არ გახდებით. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენი მოთხოვნები არის იგივე, რაც არ ვიცი ერთი თვის წინ იყო პოლიტპატრიმარები, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ამდენი ადამიანი დაკავებულია, ნაცემია, ძალადობის მსხვერპლია და ახალი არჩევნები. ხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან სწორი ვერაგული ჩანაფიქრი აქვს ბატონ აკოპოვს, მას აცვია პიკაჩუს ქუდი, არც ერთი სპეცრაზმელი რუსული რეჟიმის მსახურალი ხელით ვერ მოახდენს მის დაზიანებას. ხო, ხა პიკაჩუს ცემა არის ანტიჰუმანური. კი, იმიტომ რომ თქვათ და ერთხელ გამოსულიყო ამ იმით, რა ქვია, აღჭურვილობით, ამ ვიდით. ნუ კიდე იფიქრებდი, რომ რაღაცა პერფორმანსის ნაწილია მე ორჯერ, მაგრამ პერმანენტული ხასიათი აქვს უკვე და მგონია რომ ამის იქით სტრიქონებს შორის რაღაცა დევს, რომ არ გავახონდა. პიკაჩუსგან შორს არ წასულა მარინაკანი, რომელიც გთავაზობს აი ესეც ციფრებთან მწყრალად, მაგრამ ოპტიმისტთან ახლოს მყოფ ვერსიას, პროგნოზს. ხული მოვიდა და უფრო მეტი ადამიანი გამოდის გარეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ 300,000 ადამიანი გამოვა გარეთ, როგორც ყოველთვის, ასე რომ
ბიჭო, ერთ წამი სტოპ კადრით გვაჩვენეთ მარინაგანი. შეიძლება სტოპ კადრით 300 ადამიანი როგორც არა, სხვა რამეს ვამბობ, სტოპ კადრით მარინაგანი. შიგნით ის მალაკოს ბანკები რო იყო იმის ფორმა არა. არა, იმის ფორმაა? მალაკოს ბანკები. ტრედი რო არის, ბიზნეს რო კი, მაგრამ ეგ ხო, მაგრამ ჰიუმელისის ხო? მაგრამ მალაკოს ბანკის უფრო. ბიჭო, მარინაგანი ყველა გინდა მითოლოგია აიღე, გინდა რელიგია, ყოველთვის ხდება რაღაც ციფრის საკრალიზაცია რა, მიხვდი? მაგალითად შუამდინარეთის მითოლოგიაში 6-იანი იყო საკრალური, 9-იანი არის ქრისტიანობაში, კი ბატონო 3 და ასე შემდეგ. მარიამ ნაკანის საყვარელი არის, ესე იგი 300,000. გამომწერით 300,000 ყავს, მაშინ რო გვემუქრებოდა რომ 300,000-ით შეგიდევთო. აქციაზე 300,000 კაცი დგავს. გამომწერი და შემდგომ. ხო, აქციაზე 300,000 კაცი დგას. ყველაფერი უკავშირდება, მე მგონი მაგის იქით თვლა არ იცის. 300,000-მდე იცის? არა, 300,000-ის მერე აღარ იცის. 300,001 არ იცის, ხო? ბიჭო, ეგრე იცის, მაგრამ ანუ ამის ფარგლები არის ეგ მილიონამდე რა. შენ ბიჭო, მარინაკანზე ველაპარაკები თუ იმაზე? არა, ანუ თვლას გეუნები და მათემატიკოსზე ვიღაც. არა, თვლას გეუნები თქო. აი, აღარ იცის. 3-მდე არ იცის, ბიჭო რა, კარგი რა, მარინაკანი ის არის. ბოდიშია, შეიძლება თქვა, მაგრამ ხო და 3-მდე იცის. 3-მდე ნულებს აღარ აქვს. და მე ნულებს უწევ. რაღაცა ნულები რა. როგორც ყოველთვის 300,000 კაცი. ეხლა რო ეთქვა 300 მილიონი გამოვედო. აფში არ არის პრობლემა. იქ იკითხა 300,000 ჯობია თუ 300 მილიონი. მინდა გითხრათ რომ ამ ყველაფერ გაწამატიაში მიშა საკაშვილი ყველამ ფეხებზე დაიკიდა, მათ შორის საკუთარი პარტიის წევრებმა, ვიძახისო ჩემს ტელევიზიებში არ მოშუქავენ და ბლოკავენო და გამწარებულია არა იმდენად უკვე ქართულ ოცნებაზე და ჩვენზე, ხო? არამედ თავის ყოფილ ქვეშემდომებზე და აი რატო არის გაბრაზებული, რომ არის გაბრაზებული, შეგიძლიათ ნახოთ გავხსნით. მინდა ასე უთხრა ყველას, ვინც მე მეჭირება, მეცილება, რომ მართლაც გონიათ, რომ ამ გაუბედურებულ პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასობით ვარ ჩაწერილი უკვე მსოფლიოს ისტორიაში. საკმარისი ასოებით, ოქროს ასოებით უნდა ეთქვა. საკმარისი ასოებით და 300 არის ჩაწერილი. აი უყურე ლაპარაკი არის მართლა 300. საკმარისი ასოებით, რას ნიშნავს? მოკლედ, ანუ რაინაზე გონია რომ ერთი ოქროს ასოებით ეთქვა. არსებობს ოპოზიციაში შიდა კონკურენცია, არსებობს შიდა კონკურენცია არ დავარქვათ, არსებობს ვირთხების რბოლა, არსებობს რაღაცა ძალაუფლების მიტაცების სურვილი, დაუოკებელი სურვილი, რის გამოც ქვაქვაზე ნუ დარჩენილა და ყველას გაწევს რადიკალურ ოპოზიციაში, მაგრამ თლადეგეც არ არის მიშა მე მგონი იმის მიზეზი რატო ჩაქციეს შენ ხალხსაც ეშინია მე მგონი შენი და ამას აანალიზებს ოპოზიცია რომ არ ხარ კარგი ყველამ ფეხებზე დაიკიდა რა ხო და არ ხარ კარგი საბაზრო პროდუქტი მაგარი გითხრა კარგი საბაზრო პროდუქტი არ მოდის ამისგან მაყუთებს აღარ წყვეტს ეგ ერთი და როგორც საბაზრო პროდუქტად ეხა ხო ნუ მაგას კიდევ აიტანო რატო ეხა შენ რო დავალებად გქონდეს ოპოზიციაში იყო რომ მეგისა ქარდავა უნდა აპიარო, კაია? უფრო არის ჩემი აზრით, მაყუთებს აღარ წყვეტს საწავლოს და დაიკიდეს მაგრად ფეხებზე. მაყუთით არ უნდათ და უმაყუთო. თეონა ბაღდავაძე იცი ვინ არის? ტაიონა, ბოსხი და ბორხესი რო ერევა. არა მარტო. ეგ არის ჩემი ფავორიტი. მაგალითად მან დაწერა ესეთი რაღაცა რომ შტეპსელიდან გამორჩესო ვიღაცაო და შტეპსელი როგორ დაწერა, იცი? შტეპცელი. შტეპცელი. ხო. ც. მაგას არა ეგ მაგარ რაღაცას ამბობს, რაზეც ჩვენ შეგვიძლია დისკუსია გავმართოთ. შენ იცი ბორხესის მხატვრობა? ბორხესის მხატვრობა ძალიან კარგია და ხორხე ხო და ინერ ფეგმურტელი ხორხე ვიღაცა არის. არის ფეგმურტელზე რატო დავიწყო? ვალერი გაზაევი. ვალერი გაზაევი არის ხორხე. კი ბატონო. ხო ბორხესის მხატვრობა არის ძალიან კარგი. ემანუელ ბორხესი. კარგად ხატავდა სხვა. ემანუელ კანტი და ემილიო ბორხესი. მარტინ ბორხესი. რა, მარტინ ბორმანი და მარტინ ბორხესი როგორც მარტინ ბორმანის შვილი. გერმანიის არგენტინა იქ რაღაცა, კარლ ბორხესიც. კაი, გაუშვათ რა. ზიგმუნდ ბორხესი ვაბჟე თემა. რთულია მართლა დღეს საუბარი პროტესტის ფაზაზე, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაც კონკრეტული სიმპტომების მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები, იმიტომ რომ ცხადია
ერთის მხრივ ჩანს რომ ეს არის დიდი შიში იმ ადამიანების ვინც ქუჩაში დგანან, მაგრამ მეორეს მხრივ ჩანს ის ნიშნები რომ უფრო სწრაფად მიდის წინ ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისკენ ბიზნე ევანიშვილის მიერ მართული გუნდი. ჩვენ ბოლომდე უნდა გავაკეთოთ ყველაფრის სახელდება. რამოდენიმე ოფცია არის. ერთი არის ავტორიტარიზმი, მეორე არის დიქტატურა, ტოტალიტარიზმი და ირანია. ვერ გავიგეთ ეხა. ჩვენც დაბნეულები ვართ რაში ვცხოვრობ. რა დავამყარე ხო უნდა ვიცოდე. კი ბატონო, მე რამდენადაც ვიცი, თქვა ჯერ კიდე რუსთავი 2, როდესაც მიტაცებული იყო და გვარამიას ჰქონდა. რუსთავი 2-ის პერიოდში დაეწერა ქვემოთ ტიტრი, რომ დიქტატურა დამყარდაო. და დიქტატურა თუ დამყარდა, შალვა, ანუ ტოტალიტარიზმის დამყარების პროცესია? ხო და რაღაც უნდა მოილაპარაკო თავარზე. რომ ანუ ერთ მესეჯ ბოქსზე შეთავდნენ, რა დამყარდა და რა მყარდება. ხო, აი მე ამათ ადგილზე ვიტყოდი, რომ დიქტატურა დამყარებულია და მყარდება ტირანია, ოღონდ სისხლიანი. ხო. ყველაფერი შეიძლება ოღონდ მოილაპარაკონ რა. ტრაპაიძე და გეგელიას ბაზარი გავუშვით ძალიან მაგარი. ტოპტვინი. აი გრიგოლ, ნახეთ ხელისუფლებაში მოსვლა გინდათ. მეზობლებზე ჭაობს არ ამბობენ, აი წარმოიდგინეთ რომ ხელისუფლებაში ხართ. ხომ გონიათ რომ გამარჯვებული კოალიცია ხართ და კი, კი, და მას მალე გავაფორებ, მაგრამ არა, აპატიეთ, მაგრამ ეხლა ეს სახელმწიფო რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, არიან ან გადაუდებელ აუცილებლობაში სომხეთი მაგალითად და სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს შეხვდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს. და ეგრევე არ ყოფილა ესე იგი ფლატჭაოში. ვეღარავის ვეღარ ხვდება, ხან დავასრულებ თუ შეიძლება, ხან სომხეთს არ აქვს არჩევანი. ხო? სომხეთს აქვს ერთადერთი გზა საქართველოს გავლით. სომხეთის პრემიერ-მინისტრი არის ჩვენს მხარეს. პირდაპირ შემიძლია გითხარობთ, იმედი არ მომთხოვთ. არის დემოკრატი, არის პროდასავლელი. დღეს ამასთან დაკავშირებით ევროპულ კავშირთან ამყარებს საუბარი იყო რომ არავინ არ ცნო საქართველოს მთავრობაო და იმ ქვეყნებმა რომელმაც ისცნეს, მიულოცეს და ვიზიტაცადაც იყო, ისინი არიან ჭაობში. შეგახსენებთ რომ ჭაობში თურქეთიც მოხსენიებული იყო და მაგრამ უფრო უზარი არის, ხო? ირანი, შარაფია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ასე შემდეგ. ჩინეთი და ასე შემდეგ. ეგ უნდა აღინიშნოს, რომ ჭაობი ქვეყნა. ხო, ეგ გრიგოლ გეგელიას ნუ შეფასება ძალიან მაგარია და დიანა ტრაპაიძე ისე სხვა ჩვენ ჟიჟილაშვილს არ დაემსგავსა ცოტა? ვინ? დიანა ტრაპაიძე რო შეხედო. არა, ვიძე. კი, აი დააკვირდი. მე სხვა ჯორის კარგად ვადარებ პროგრამას. რატო? აი შეხედე მე დააკვირდა. ეს კომპლიმენტი ვის უთხარ შენ? ჟიჟილაშვილს უთხარი კომპლიმენტი თუ დიანას? აი ეგ თვითონ გადაწყვიტოთ. ეგ თვითონ გადაწყვიტოთ, მაგრამ დიანა ტრაპაიძის რა მომეწოდა, იცი? დიანა ტრაპაიძის შეფასების ინდიკატორი ჭაობში ხარ თუ არა. სომხეთის ისო ამერიკის მას შეხვდაო და მაშინ არ ყოფილა ხო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტებს ხდებოდა ისეთი ჭაობიდან ქვეყნები მოკასა მაგალითად დარწმუნებული რომ გადავშალოთ რამდენჯერმე არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელები ბიჭო ანუ შენ თუ ამერიკის შეერთებული შტატების რომელიღაცა პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს შეხვდი შენ უკვე აპრიორი არასოდეს აღარ შეიძლება იყო ჭაობში ანუ ეს არის მგონია პოსტკოლონიური მანიფესტის მულტფილმი რო არის ელდორადო ხო გაქნახი თეთრი კოლონიზა ეს ორი მეგობარი რო ჩადის და იქ რაღაც აცტეკების იმპერიაში ღმერთი გონიათ და აი ეგ არის რა ეს მოხდა სინამდვილეში რაც მოხდა ხო კორტესი ხო ეგონათ ღმერთი კი ხო და ნუ აი დაახლოებით ეგ სამაზი კაცი მთელი ისი არა მართლა ვერ ხვდები როგორ შეიძლება რომ ესე იგი ჭაობში აღარ იყო იმის გამო რომ ამერიკის პრეზიდენტს კი არა რაღაც ადმინისტრაციას შეხვდი ხო, გიორგი ვაშაძე ცალკმად მიუნიშნებს რომ ხო, ჭიჭე ვაშაძე ცალკმად მიუნიშნებს რომ დიდი ჭხუბი აქვს ერთმანეთში ოპოზიციურ პარტიებს, იმიტომ რომ აი ნახე რა თქვა. მე სხვათა შორის იმასაც ვიტყვი, ინგარო, თქვენთან რომ მოვდიოდი, მე ვიცოდი რომ ერთიანი ეთერი უნდა ყოფილიყო. და მე გთავაზობ აგერ პირდაპირ ეთერში ამ ყველა პოლიტიკურ ლიდერს ერთად დაუძახოთ მაყურებელს რომ ხარაზე საუბრობს ხა გიორგი ვაშაძე ხეს გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთიანი ეთერი მაგრამ ვერ გამოვიდა ეს ეთერი ის იმასთან არ დაჯდება ეს ამასთან არ დაჯდება და ეთერი უბრალოდ ვერ შედგა ამიტომ გვიწევს ესე ცალ-ცალკე საუბარი ხო ჩვენ ხო ვიცით ვინ არის ის პოლიტიკური ასე ვთქვათ ლიდერები რომელსაც რაღაც სიტყვა ეთქმის თითოეულ კოალიციაში ხო ყველას დაუძახეთ და ვინც მოვა ესე იგი ის არის ერთიანობისკენ
ვინც ვერ მოვა და არ მოვა, მას რაღაცა აჩერებს. ერთიანობა რას ნიშნავს? ანუ რისთვის ემზადებიან ერთიანობა რას ნიშნავს? ვერ მიდიან აქციაზე, იმიტომ რომ იქიდან ის აქტივისტები ყრიან, ვერ იტანენ ამათ. კიდევ რაში უნდა გამოიხატოს ერთიანობა? ხო იყო დებატები მათ შორის, რომ ერთი სიით გავიდათ, ერთი ნომრით თუ სხვადასხვა ნომრით. ხო ერთია სხვადასხვა ნომერი. ანუ ეხლა რა ერთიანობაზეა ბაზარი? აი ეგ გაუგებარია. ძალიან ერთიანობაზე. ძალიან ერთიანობაზე? მაშინ გავუშვათ გიგი უგულავა? გიგი უგულავა არ გვინდა. გიგა ბოკერია? ბინძური კაცი არის. ტაბლიაშვილი დაგვრჩა მაშინ არა ბინძური და სულთა და გავუშვათ. ვინც აქამდე ვერ გამოფხიზლდა ის ვერც ვეღარასოდეს გამოფხიზლდება აცი. ანუ მომავალში. თუმცა ვინ იცის და კიდევ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. და თქვენს გასაგონად ვამბობ, იმიტომ რომ კობახიძე ამაზე ვერანაირად ვერ გაიგებს. და მივმართავ უფრო მდუმარეებს ახლა. ვინც ახლა ყუჩობთ, თქვენ მოგმართავთ. რა გინდა რა მიზეზის გამო ვინც ყუჩობთ. იმიტომ რომ გეშინიათ ასე მაგალითად სამსახურის დაკარგვისა, იმიტომ რომ ფიქრობთ რომ ვერაფერს გავხდებით, იმიტომ რომ ზოგი სააკაშვილის თანაპარტიელებთან ვერ დგებით და ზოგს კი არა გააჩერეთ, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი იყო მაშინ, როდესაც გენიალური აზრი მოვიდა ამ კაც თავში, რომ ჩვენ უნდა მოკლათ პუტინი. ეს იყო მართლაც ტაქტიკის და სტრატეგიის წვერვალი და მას შემდეგ მე მგონი კარგახანი დასჭირდება იმას, რომ უკეთესი რამ მოიგონოს, იმიტომ რომ ეს შედასიტყვი ხა, ეს პუტინის განადგურება, ეს იყო რაღაც ხო, მე რას ვიტყვი, ვინც აქამდე აზრზე ვერ მოვიდა, ვერც ახლა ვერ მოვავდა. ხო. მე მაინტერესებს Goodbye Lenin ხო გაქვთ ნახი? სხვა პრესა, სხვა სურსაცანოვაგეს რომ მოიხმარს დედა და ასე. მე მგონი მაგას უკეთებენ ამათ. არა, იმიტომ რომ თავარ headline-ებს, media headline-ებს რო კითხულობ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს რო ეცნობოდეს. ახალ მსოფლიო წესრიგს რო ეცნობოდნენ, აზრზე მოსასვლელები ესენი არიან. ანუ ირაკლი კი ვიცი რომ მოიხმარ ძალიან მძიმე ხო, ბატონო ირაკლი მძიმე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და შეიძლება შეიძლება ვეღარ ეცნობი ესე აქტიურად პრესს, მაგრამ USAID-ზე ხო, თქვენ საყვარელ ორგანიზაციაზე რითიც ფინანსდებოდით, ტრამპმა თქვა, რომ პერვერტი ლუნატიკე მანიაკება ის Squid Game-ის კომანდა არის, ის VIP სტუმრები არიან. დახურეთ დედაუტირეთო ილონ მასკმა ევროპას უთხრა, რომ ძაღლი ბიუროკრატებით რო არა, ისე თავისუფალი ხართ ყველანაირადო და ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება უნდა დაიხუროსო. იმიტომ რომ არ ჭირდება ეს რაღაცა კი მილიარდიო. ამას დამატებული ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდია უნდა გახდეს ამერიკის ნაწილი, იმიტომ რომ დანიისგან უფრო შორს არის, ვიდრე ამერიკისგან მე მჭირდება თავდაცვა, აქედან გამომდინარე იქ რაღაცა რუსები ატარებენ სამუშაოებს, ანუ პუტინმა რაც თქვა, უკრაინას რატო დავესყიდავ, არა, მიზეზი თქვა. ბევრად მეტი რომ ეკონომიკა უნდა გადამეწყო, იმაზე 15 წუთიდან 6 წუთზე პირველი რაკეტები ჩაატარა. კი ბატონო, ტრამპმა თქვა რომ ვიყიდით თუ არა და ჯარით შევალო. ასევე თქვა რომ მე მეკუთვნის მთლიანად კანადა და მიმართა ტრუდოს ლიბერალების ალბათ იკონურ ფიგურას პანდას ნასკებიან ტრუდოს რომ გოგონი ილონ მასკმა უთხრა გოგონი გაიძიე გაგვატარება. და რომ მიფრინავს ვიდეო გაქვს ნახი, მიფრინავს ტრამპი და აცხადებს მისი ხომალდის კაპიტანი. და თქვა რომ ბოდიში ტრამპმა რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო რუსეთ-უკრაინის სრულიად უაზრო ომი. ბაიდენის ბრალიაო, ზელენსკისაც დააბრალა მერე რომ ზელენსკის ვასრულებობა. ეს არის მარტივად რო ვთქვათ რაღაც მხრივ თაღლითი ტიპიო. ომი მოიდომაო, როცა ვერაფერს ვერ უზავდა. უბრალოდ შეაკლა ამდენი ადამიანი. ნუ მოკლედ რა ხა ვიდეო არსებობს, აქ არ მაქვს. მიფრინავს შეხარჩენი ბატონი თავის თვითმფრინავით ტრამპი და კაპიტანი ხომალდის მეთაური აცხადებს, რომ ამერიკის ყურეზე მიფრინავთ და კი ბატონო და გადაარქვა. რატომ? იმიტომ. გადაარქვა. რა შეეხება იმას, რა ქვია, აზრზე მოსვლას, მე მართლა არ მაქვს იმედი, რომ ხა ირაკლი დაბლიაშვილი აზრზე მოვიდნენ, მაგრამ აი აქციაზე მდგომების აზრი მაინტერესებს. კიდევ კითხულობ, სანამ პასუხს არ მივიღებ. ეხლა რაღა უნდათ? მაგათი ღმერთი ამერიკა უკვე ამბობს, რომ
ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდით, მოღალატე მონები რაზეც ვიყავით, ხო? ამერიკის ინტერესს უღალატეთ, რუსეთს არ გავავშინეთ ბომბები, ჩაფხუტები, ჟავშან ტექნიკა არ გავაგზავნეთ ომში და არ ჩავერთეთ ამ ომში, თურმე არც იყო საჭირო, იმიტომ რომ არც ისე საჭირო ომი ყოფილა, როგორც ტრამპმა თქვა და რა ვიცი, ჩვენი ქვეყანა რო ეხლა კენედის გალერეა, JFK-ის სახელობის გალერეა ქვიარებს უთმობდა ასპარეზს და LGBT-Q წარმოდგენებს გამდა. აიღო ჩემმა ძვირფასმა პრეზიდენტმა ტრამპმა გაყარა ეს ცლიანად გაყარა ბორდი, აი ვაფშე გააყარა, დაკეტა, თვითონ დაიქვემდებარა და გააჩერა ქვიარ დრაგ ქვინების წარმოდგენები, გააჩერა. კი ბატონო. ნუ ეგ როგორ არის, იცი რომ ეს ხო იმათამდე არ მიდის. არის რაღაცა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც შენ რაშიც ხარ დარწმუნებული კი არა, რისაც ბრმად გწამს. იმას ვერ ხედავს. აი, მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წამთ რომ და შეერად, რომ დედამიწა არის მწყერი. არის ესეთი ხალხი. კი ბატონო, უბრალოდ მე მინდა კიდე მათზე როგორ უნდა იმოქმედო, აბა? საინტერესო кейსი არის. შეხედე ძალიან ის მარტივად რო გავშალოთ რა. მაგაზე არ ვაკეთებ კომენტარს. თუ გახსოვთ, საბოლოო ჯამში პუტინს რა არ უნდოდა, რომ ნატოს ბაზები განთავსებულიყო, თქვათ, უფრო ახლოს, ვიდრე არის უახლოესი და მისგან წასული აკეტა აღწევს 15 წუთში და მთელი თქვათ, სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო ამ 15 წუთზე აგებული და ამის შემცირება გამოიწვია. 7 წუთზე აგება არ გამოდიოდა. უფრო მეტი ფული და აი წარმოვიდგინოთ უბრალოდ ლათინურ ამერიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს, მათ შორის კუბაზე, განათავსოს რუსეთმა ან ჩინეთმა. რატო იყო მოხდა ეგეთი ამბავი? რას იზავს ამერიკა? და უფრო მეტი, ვაფშე არ გვინდა ლათინური ამერიკა, გრენლანდია. ანუ გრენლანდიის პრინციპი ის არის, რომ ჯერ ერთ გრენლანდიაში დაახლოებით დანიას ისე აღიქვავენ როგორც არა, ანუ როგორც რაღაცა იმპერიალისტურ ქვეყანას, რომელიც არ უყვართ რა, მაგრამ პრინციპი რა არის, რომ ტრამპი ამბობს, რომ დანიასზე ახლოს არის ამერიკა რა, გრენლანდიასთან. შესაბამისად, იქ წიაღისეულის მოპოვებაში ჩართულები არიან რუსები, აპირებენ ჩინელები, რაღაცა ყინულის მჭრელი ჯავშან ტექნიკები არის შესული, ასე შემდეგ. მე უსაფრთხოებისთვის ჭირდება დანიელები დაიცავენ ამას ვერა, მაშინ მე შევდივარ გასვე მილიარდად. ოღონდ მარტივად თქვა, ან ვიყიდი იქაურობას, ან ჯარით შევალ. всё, მარტივად. პანამაზე თქვა, პანამაზე რა გინდა, მაგით რო გიპასუხო. პანამაზე ხო და ნახე პრინციპი რა არის. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ბიჭო, რა გქცის? და ვიღაცისთვის არ შეიძლება. რომ მიდიხარ, ამას ვერ გითხავ მაგას. იმიტომ რომ არის ის გრენლანდია. ჯერ ესეთი შეიძლება იცოდეს. მეორე ერთი კიდევ ერთხელ ფსიქოლოგიური მომენტია. რაღაცის გწამს და როცა საპირისპირო არგუმენტს კი არა, ფაქტს გეუბნებიან, შეიძლება ვერ დაინახო ეს ფაქტი. არ დაინახო. რისი გწამს? წამს, რომ ისევ ბაიდენია, ისევ კამალა ჰარისია, ისევ ამერიკა, USAID სინამდვილეში არ დახურულა. კარგი ორგანიზაცია. რადიო თავისუფლება არ დაიხურება, ყველაფერი არის მოწყობილი, რომ რუსეთს შევაკვდეთ. არა, რუსეთი რატო არის ცუდი ამათი აზრით? რუსეთი ცუდია აპრიორი. არა, რატო? განსაკუთრებით იმიტომ, რომ უკრაინას დაესხა თავს, თორე ჩვენ ოკუპანტია. როგორ კაცო, ანდრო ჭიჭინაძის იმათმა ხო თქვეს, რომ ეგო ჯერო ომი არ იყო დაწყებულიო და მაგიტო ითამაშა რუსულ ფილმში, თორე საქართველოს მერე რა რო დაპყრობილი ყავდაო. აი, ეგ ისეთი შეკითხვაა რა. არა. ეგ რაღაცა მოითხოვს ცოტა ერთი ხვეულის არსებობა. ხო და ეგ არა აქვს. შენ გეკითხები, აი ეშმაკის ადვოკატი გახდი რა. ეშმაკის ადვოკატი რა. ბიჭო, გეკითხები. რატო არის რუსეთი ცუდი თქო? ხო. რატო არის რუსეთი? ცუდია, ოკუპანტია, მართლა ოკუპანტია, რა თქმა უნდა. გავიგე და ეს ოკუპანტობა, თქვათ, მე მაძლევს მორალურ უფლებას, რომ მე ვითამაშო მის ფილმებში, მქონდეს სავაჭრო ურთიერთობები, ის ნუ უკრაინამდე ხო ასე იყო? კი. უკრაინაში არა, ისიც ხაცარავაც თამაშობდა ყველა ფილმებში. სამხედრო სერიალებში. ხო, პრობლემა არ ქონიათ და უკრაინის მერე ეს აღარ შეიძლება, იმიტომ რომ რატო? სუდია. გეტყვი. აბა ხო, განა. ვაი, რა კარგად მოვიფიქრე ახლა. იმიტომ რომ მაშინ იყო ხელისუფლება 2012-მდე, მე მიჭირს ცოტა, მაგრამ 2012-მდე იყო ხელისუფლება, რომელიც იმედი ჰქონდათ, რომ იყო პრო-ამერიკული. და ქართული ოცნებას იმედი ჰქონდათ, რომ ეგეც პრო-ამერიკული იყო. და მე მიხვდნენ, რომ თურმე სადახარ. აი, ახსნა.
კაი, მეტი არ მკითხე ხარ. ხო და ნუ მე იმაზე არა მე იმაზე მივიდოდი რომ ტრამპს აქვს უფლება მათი აზრით. ტრამპი არ იციან ჯერ, ვაფშე, გამანებე თავი, გამანებე რა ტრამპი, ის ტრამპი. ნიკა გვარამია გაუშვით. ჩაკეტილი წრიდან გაღწევა შეიძლება მხოლოდ გარღვევით და ჩვენ გვჭირდება გარღვევა. და ოღონდ ეს ამ გარღვევის რეცეპტი არ გააჩერეთ ერთი წუთი. მე მაინტერესებდა არა ამის სექსუალური მისწრაფებები, არამედ რაიმე კონკრეტული თუ ეს პოლიტიკაზე ლაპარაკობს, გარღვევა უკაცრავად დიდი ბოდიში გავუშვით თავიდან. მე რა მეგონა ნეტ, რა ცუდი ვარ. ჩაკეტილი წრიდან გაღწევა შეიძლება მხოლოდ გარღვევით და ჩვენ გვჭირდება გარღვევა. და ოღონდ ეს ამ გარღვევის რეცეპტი არც ჩემი უნდა იყოს, არც ჩემი კოალიციის, არც მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის. ყველასი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, როგორ უნდა გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე. იმიტომ რომ თუ ჩვენ დავდივართ ჩაკეტილ წრეზე და უკვე ჩემი აზრით სამწუხაროდ ამას ვაკეთებთ. რაღაც ეტაპზე პროცესი ასეთ ფორმას იღებს, ხო? რაღაც ეტაპზე ყველა პროცესი ჭირდება ხოლმე თვითრეფლექსია. არა საქართველოში. გააჩერეთ რა. აი ამ გარღვევა რო უნდათ, ამას რო უნდა გარღვევა ვაფშე კაია, მაგრამ რატო დადიან ჩაკეტილ წრეზე ვერ ხვდებიან? და ეხლა გონიათ რომ ეხლა დადიან. თელი რაც არიან, რაც არსებობენ ოპოზიციაში, სულ ჩაკეტილ წრეზე დადიან. ბიჭო, ეგრეა რა, საჭირო შენ არ იცი და. კვლევები ნახე? კი. კვლევები. კი. კვლევები რაღაცა დებილური კვლევებია, რაღაც დებილური დასკვნებია და კი არ უხარიათ. თურმე ისევ დაიწყეს აი სიგიჟე, რომ ჩვენო აბაომი გინდაძე პასუხი არ აგვაქვს. და ისიც რომ დაიწყეს ნეიტრალიტეტიო ვაფშე არის ინჯებოდაო და თურმე ხა 53% დომებიაო და ჭიაბერაშვილმა დაწერა მე ეს. დაწერა გუში. დღეს დილით, როცა წაიკითხა ომი გინდაძე პასუხი არ გვაქვს, ხო? ვინც ამტკიცებს, არა, უყურე, ვინც ამტკიცებს რომ შეიძლება აბაომი გინდაძე პასუხი ქონოდა ანუ შეუძლებელია რომ ქონოდაო, მაგრამ მაინტერესებს რომ აბა დაწერეთ ერთ წინადადებიანი მარტივი მესიჯი და გავჩუნდები. და სულ რამოდენიმე თვის წინ აქვს აი ეს ნათქვამი, გავუშვით? ძალამენ რომ ომი არ უნდათ რომ ევროკავშირში უნდა რომ არიან. და სინამდვილეში როცა გაბრალებენ რომ აბა ომი გინდათ თუ საჭიროა უნდა უთხრა რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს. გასაგები 22 წლის ვიდეოა, 22 წლის ვიდეოა. ანუ რა ხდება? კი, გიგი გულავაც ამბობს, ჩემი ქვეყნისთვის მოსულა რომ იხავის და თვითაგზნებას რომ მაგრამ ეს რასაც ლოკაცია ომზე ამა როგორ უნდა ილაპარაკოს ბიჭო ცნობილი მეომარია ხო არ მეღადავები ანუ ველაზე არალეგიტიმური სპიკერია ომზე სალაპარაკოთ ბიჭო უყურე ადამიანებს ქონდათ დავალება რომ ჩვენ ჩავებით ომში ეს დავალება ქონდა ამათ ეხლა როგორ უნდა მოახდა წაულმატებლად მაგრამ მაინც ცდილობდნენ ამის განხორციელებას ეხლა როგორ უნდა მოაბან თავი რომ გითხრა რომ აი გავმაზეთ მესიჯი არ უთხარით არ უპასუხეთ პირიქით გვეუბნებოდნენ და შტერები ხო არა ვართ რა არ ვიცი ეგ მართლაც სამწუხარო ამბავია რომ ასეთი ოპოზიცია ყავს ნინო ქათამაძე რომ 5000 ლარი დააჯარიმეს დაასანქცირეს გავუშვით ყველაზე მტკივნეული ამ შემთხვევაში არის ჩემთვის ის რომ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის იქ და არ ჩერდება ადამიანს არ შეუძლია ის შიგნით გააჩეროს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენი სიმართლის ხმა არსად და არ ისმის, ვერავის ვერ აკებინებ. ამიტომ იმდენად დაგროვდა ეს უსამართლობის ეს განცდა, იმდენად რთული რა გააჩერეთ? არა, ვერ გამომაქვს დასკვნა შაუა და შენ შეთარგმანი თუ შეგიძლია. არის ეგეთი ფილმი რა იყო, არის ესეთი ფოლკლორის უგდავი ნაწარმოები შუმ იარეს. და პირველი ნაწილი შედგება გონებრივად სუსტი ადამიანის პატოკ საზდანია მოდის რა. და უნდა ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. როგორ ახდენს მოვლენებს, აი დაუნის სინდრომით შეპყრობილი ადამიანის აქმა როგორ მოდის ყოველგვარი გაფილტვის და იმის გარშე პირდაპირ პატოკ საზდანია. ეს მე ცნობილი მეთოდია ბევრმა გამოგერების ნაკადი. ცნობიერების ნაკადი ხო ბოდიში ოკუპანტის ენისთვის. დაახლოებით იგივე დავიჭირე ამ გენიალურ მომღერალში. ბიჭო მე არა სხვა შორის ცნობიერების ნაკადი კიდე უფრო არა მე რა დავიჭირე იცი რომ ვერ რატო ვერ აერთებს აი
თითქოს ამ რაღაცა ვანაბი ხელოვანებს ხო აქვთ, რომ ცოტათი გაუგებრად და ცოტა მეტაფორებით შეფარვით, რაღაც იგავარაგების ზენითი ლაპარაკობთ, რაღაც თავისუფლებას ცოტა სხვა წარმოდგენა გქონდეთ. არაჩვეულებრივი. ხო, თლად ეხა სამეცნიერო ენა და ფორმალური ლოგიკა ვერ უნდა ამოიცნო. ცოტა ლექსით მიგანიშნო, ცოტა მისტიკა რაღაცა და ეს ამის ყველაზე ვულგარული ვარიანტი უნდა ხეთ. სადაც აზრი არ იკითხება. სხვათა შორის ეს მან არიცოდა, შეიძლება ჩაუგდონ და ამით ახსნის თავის საქმე გაუკეთეს. არა, იმიტომ რომ აზრი ვერ გავიგე. დიდი მადლობა მეგობრო, ჩვენ ხვალ შეხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის, ხვალამდე.